1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე საქართველოდან 16-მა სპორტსმენმა იასპარეზა. მათგან 3 ძიუდოისტი იყო. ამ ტრიოდან ჩემპიონობის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად 1979 წლის მსოფლიოს ჩემპიონს თემურ ხუბულურს მიიჩნევდნენ. მაგრამ ხუბულური ვერცხლს დასჯერდა. ოქროკი მოსკოვის თამაშებზე შოთა ხაბარელმა დაისაკუთრა, ვის ჩემპიონობასაც ბევრი არ ელოდა. არადა ქართველი ამ გამარჯვებაზე 1972 წლიდან ოცნებობდა. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორი აღტაცებით ხვდებოდნენ მიუნხენის ოლიმპიადაზე ტრიუმფის შემდეგ გორში დაბრუნებულ შოთა ჩოჩიშვილს. ქართულს პატარაობიდანვე ჭიდაობდა, მით უმეტეს რომ ქართლში, სადაც ხაბარელი გაიზარდა, შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში ყოველ უქმეებზე იმართებოდა და შოთაც ბევრჯერ დასჭიდებია თავის კბილა ბიჭებს. როცა 16 წლის შოთა ხაბარელი პირველად მივიდა ძიუდოს დარბაზში, მწვრთნელმა გივი ზაუტაშვილმა უკან გააბრუნა. აქამდე სადიყავი ვარჯიშს გვიან იწყებო. შოთა სიზღა დარჩენოდა ქართულ ჭიდაობაში, უფრო დაოსტატებულიყო და მალე მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონიც გახდა. მაშინ კი ირწმუნა გივი ზაუტაშვილმა, რომ ამ ბიჭს ბევრის მიღწევა შეეძლო. არც შრომა ეზარებოდა და არც თავისი მშობლიური ძლევის ჯვარიდან გორამდე სავარჯიშოდ სიარული. მონაცემებით სხვებისაგან დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ შრომის მოყვარეობით კი მართლაც ყველა სჯობდა. თუმცა კარიერის დასაწყისში წარმატებებით განებივრებული ნამდვილად არ ყოფილა. შემდეგ შოთა არმიის სპორტული კლუბის წევრი გახდა და ჯემალ ნათელაშვილთან დაიწყო ვარჯიში. ნათელაშვილი თავად იყო ძიუდოში ევროპული ჩემპიონატის პრიზიორი. შოთას ჭიდაობაც ნანახი ჰქონდა და ხალისით შეუდგა მასთან მუშაობას. ხაბარელის აღმასვლა 1978 წლიდან დაიწყო. შოთამ ჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი საკავშირო ჩემპიონატზე დაისაკუთრა ბრინჯაო. 1979 წელს ქართველმა ძიუდოისტმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე უკვე ვერცხლი ირგუნა და ევროპულ ჩემპიონატზე გაემგზავრა. დებიუტანტი გუნდთან ერთად კონტინენტის ჩემპიონი გახდა. 78 კილოგრამ წონაში კი ვერცხლი მოიპოვა. იმ წელს შოთამ პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატზეც იჭიდავა. კარგად იყო მომზადებული, მედალსაც უმიზნებდა, მაგრამ ქართულს იმედები გაუცრუდა. მე-6 ადგილზე დარჩა. შინ რომ დაბრუნდა, შრომა გააათკეცა. ყველა ვარჯიშზე 100-ზე მეტ გდებას ასრულებდა და კიდევ უფრო ხვეცდა თავის საყვარელ ილეთებს, გარეფეხს, გადავლებასა თუ ქართული ჭიდაობიდან აღებულ სხვა ფანდებს. 1980 წელს ოლიმპიური სეზონი შოთა ხაბარელმა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა თავის მთავარ კონკურენტს ალექსეი ვოლოსოვს მოუგო და მოსკოვის ოლიმპიადაზე გამგზავრების უპირველესი კანდიდატი გახდა. თუმცა ვიდრე ოლიმპიურ გუნდში დამკვიდრდებოდა, შოთას ვოლოსოვთან საკონტროლო შეხვედრის ჩატარება მაინც მოუხდა. ჩვენებურმა კიდევ ერთხელ აჯობა მეტოქეს და საბოლოოდ დაარწმუნა მწვრთნელები თავის უპირატესობაში. 22 წლის ქართველს ოლიმპიური ტურნირის ფავორიტად არ თვლიდნენ, თუმცა მწვრთნელებს იმედი ჰქონდათ, რომ ხაბარელი სამეულში დამკვიდრდებოდა. ქართველს პირველ წრეში მძიმე ბრძოლა გადახდა. 78 კილოგრამს წონაში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ტიტულოვან აღმოსავლეთ გერმანელ ჰერალდ ჰაინკესთან. შოთამ იმარჯვა. შემდეგი ორთაბრძოლები კი ბულგარელ გეორგ პეტროვსა და რუმინელ მირჩა ფრატიკას მოუგო და ფინალში კუბელ ხუან ფერერს დაუპირისპირდა. კუბელმა მანამდე ერთ-ერთი ფავორიტი ფრანგი ჩულოიანი დაამარცხა და ისე გავიდა ფინალში. ჩვენებური მეტოქეს იცნობდა და გადამწყვეტი ბრძოლის წინ იმედიანადაც იყო. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შეხვედრას მოვიგებდი. იმ სტილით, როგორც ის ჭიდაობდა, ეს მე მაწყობდა. იმ მხარეს, რომელსაც ჭიდაობდა ფერერი, მანამდესაც მქონდა მე ორჯერ მოგებული მასთან და მე უკვე უთხარი, რომ მე საღამოს ჩემპიონი უნდა გავხდე. ისეთი ძლიერი შეხვედრები გავიარე მე იგივე ამ ფრატიკასთან, ამ პეტროვთან, ამ ხეინკესთან. ეს უძლიერესი სპორტსმენები იყვნენ. არ გამჭირვებია ფინალი, აი სხვა შეხვედრები, იგივე ხეინკესთან პირველ შეხვედრა გამიჭირდა ძალიან, იმიტომ რომ ის 4ჯერ ვიყავი შეხვედრილი და თან ძლიერი სპორტსმენი იყო ის, გამოცდილი სპორტსმენი იყო და თან მომზადებულიც იყო ჩემს საწინააღმდეგოდ.
და ის ფინალური შეხვედრა უკვე არ იყო ისეთი, როგორც წინა შეხვედრები. მართლაც ფინალური ორთაბრძოლა შოთა ხაბარელის საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობს. კუბელის სიმაღლე 1 მეტრი და 92 სანტიმეტრია, ქართველისა მეტრი და 76 სანტიმეტრი. და მაინც ჩვენებური რამდენიმე გდებას უტარებს მეტოქეს, ორჯერ კოკას, ორჯერაც იუკოს იმსახურებს და ოლიმპიური ჩემპიონი ხდება. მაშინ მოსკოვში ჩემი სპორტული ცხოვრების უმთავრეს მიზანს მივაღწიო. იტყვის მოგვიანებით შოთა ხაბარელი, რომელიც დღესაც სათუთად ინახავს იმ კიმონოს, რომლითაც 1980 წელს ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ მომდევნო 6 წლის მანძილზე ხაბარელს სერიოზული წარმატებებიც ჰქონდა და იმედგაცრუებაც. ორჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. 1983 წელს ხალხთა საკავშირო სპარტაკიადაზე მოიპოვა ოქრო. ერთხელ კონტინენტის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. 1983 წელს კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაო ირგუნა. სპორტული კარიერა ხაბარელმა 1986 წელს გაასრულა და მწვრთნელობას მიჰყო ხელი. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამ ამპლუაშიც გამოიჩინა თავი. იმ წლების მანძილზე, როცა საქართველოს ნაკრებს თავკაცობდა, ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე არაერთი ჯილდო მოიპოვეს. წარმატებით იასპარეზეს ათენისა და პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც. მწვრთნელი ხაბარელისათვის მწვერვალად ათენის ოლიმპიადა იქცა, სადაც ნესტორ ხერგიანმა ვერცხლის ჯილდო დაისაკუთრა. შოთა ხაბარელის აღზრდილი ზურაბ ზვიადაური კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ეს ჩემთვის იყო რაღაცა ზებუნებრივი სიხარული, თითქოს დავინახე მთელი საქართველო ჩემ გვერდში იდგა ამ მომენტში, როცა ზურაბი ჩემპიონი გახდა. მე მაშინ თქვი, რომ ალბათ ღმერთის რჩეული მწვრთნელი ვარ და ადამიანი ვარ, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ვარ და ოლიმპიური ჩემპიონი გამიხდა მოსწავლე. შოთა ხაბარელი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ჩემპიონი.